სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა, კვირიაკესა სამარიტელისას. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრება ეკლესია და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიაშინა მოწაფეთა მათ ქრისტიანი. იქნება ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, მრავალთა თქვენ შორის არც კი იციან აქამდე სად და როდის იწყეს პირველთა ქრისტეს მორწმუნეთა წოდება თავისათვის საქრისტიანი. ეს საკითხული სამოციქულო გვიამბობს ამას. ეს მოხდა დიდ საქალაქსა შინა ანტიოქიას. იქ იწყეს პირველთა ქრისტეს აღმსარებელთა წოდება თავისათვის საქრისტიანი. ესე იყო ქრისტეს ამაღლების შემდეგ 3 ანუ 4 წლის მერე, როდესაც მორწმუნენი ფრიად გამრავდნენ ანტიოქიასა შინა. მას უკან სხვათაც ყოველთა ქალაქთა შინა და ადგილთა იწყეს მორწმუნეთა ამ სახელის წოდება. მის მერე ყოველი უწინდელი და აწინდელი ქრისტეს აღმსარებელი უწოდებდა და უწოდებს თავის თავს ქრისტიანი. დიდარს ძმანო ჩემნო და საღმრთო ეს ეწოდება. არ არის არცა ქვეყანასა ზედა, არცა თვით თათა შინა ამაზე უდიდესი წოდება. დიდითა და საშინელითა გრძალვითა და მორიდებითა უნდა ვზიდოთ ეს წოდება. პირველთა მათ ქრისტიანეთა, რომელთა ეს წოდება მიიღეს, კარგად ახსოვდათ ეს აზრი და მთელ თავიანთ სიცოცხლეს ისე ატარებდნენ, რომ გაემართლებინათ თავიანთი წოდება და არა დაემდაბლებინათ. არა ესრე დარს საუბედუროთ ახლანდელთა შორის. უმეტესი და უმრავლესი ნაწილი ახლა მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები და არა საქმით, ხოლო დანარჩენი ფრიად მცირედნი სახელითაც და საქმითაც ქრისტიანენი არიან. რით შეეტყობა კაცს, რომ იგი მარტო სახელით არის ქრისტიანი და არა საქმით? 3 არის თვისება, ანუ სათნოება, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნამდვილ ქრისტიანს. გარეშე ამათ 3-თა სათნოებათა კაცი არ იქნება ქრისტიანი: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. უმრავლეს და აწინდელთა ქრისტიანეთა, რომელიც მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, პირველი შეხედულობით ვითომც კი აქვთ სარწმუნოება, მაგრამ სარწმუნოება მათი არის რაცაღა განუსაზღვრელი, უაზრო. მათ სწამთ ღმერთი, ხშირად იტყვიან ღმერთი მოწყალეაო, შეგვინდობსო, მოგიტევებსო დასაო, მაგრამ თუ სხვა რაიმე თვისება აქვს ღმერთს, ამაზე აღარ ფიქრობენ. იმათ გონიათ, რომ ღმერთს მეტი არაფერი საქმე აქვს, მხოლოდ ცოდვების მოტევება. დავიწყებული აქვთ და ზოგს კიდეც ეზარება იმაზე იფიქროს, რომ ღმერთი ჩვენგან მოითხოვს წმინდა ცხოვრებას, ცოდვათა და ვნებათა აღვირს ხმას. იმათ სწამთ, რომ არის მომავალი ცხოვრება. გარნა არ ცდილობენ, რომ მოღვაწეობითა და სათნოებითა ეღირსონ იმ ცხოვრებას. ღმერთი მოწყალია, არ დაგვჯისო. ეკლესიაში გულგრილად დადიან და ძვირად მოძღვრის დარიგებას სმენულობენ. მოკლედ ვთქვათ, სარწმუნოება მათი მკვდარია, უსაქმო, უქმი, ანუ ერთი უბრალო ჩვეულება. იგინი თავის თავს ანგარიშს არ აძლევენ. ამას ჩვენ ვიტყვით მათზე და ვისაც ცოტაოდენ რაიმე ესმის, ცოტა ოდნავ განათლება აქვს. უბრალო, უმეცარი, დაბალი ხალხის თვისება სულ სხვა არის. მათ საწყლებს გულითადი სურვილი აქვთ იქონიონ ჭეშმარიტი სარწმუნოება, გარნა მათი მდგომარეობა და უმეცრება არ აძლევს ნებას. ამისთვის მათი სარწმუნოება არეულია მრავალთა ცრუ მორწმუნეობით. გონები მათ უფრო მიეტევება მათი ბრალი, ვიდრეღა განათლებულსა კაცსა, რომელიც დაუდევნოლებითა თვისითა ანგარიშს არ აძლევს თავის სარწმუნოებაში და მით რჩება სახელით და არა საქმით ქრისტიანი. მეორედ, ესრეთთა მხოლოდ სახელით ქრისტიანეთა თითქოს სასოებაც აქვთ, გარნა არა ჭეშმარიტი, არამედ სუსტი და ყალბი. უმეტესი მათგანი ვიდრემდის ქვეყნიური კმაყოფილი და კარგი ცხოვრება აქვთ, ესვენ ღმერთსა. ღვთის განგებით არისო ესაო და თუ მოაკლდა ქვეყნიური სიკეთე
დასუსტდებიან და სრულიად დაეკარგებათ ღმერთს ესასოები. ზოგდა მათგანთა მომეტებული იმედი აქვთ თავიანთ ჭკუაზე, ხონეზე, მოხერხებაზე, სიმდიდრეზე და თუ ამათ უღალატეს, ბედი დაეკარგა, მაშინ ჩავარდებიან სასოწარკვეთილებაში. თითქმის ყველანი, სახელით მხოლოდ ქრისტიანენი, ესვენ ღმერთსა და მოელიან ამ ქვეყნის სიმდიდრეს და ბედნიერებას. ზეცას იგინი ძვირად აღიხილვა. ზეციერი მომავალი ნეტარებისათვის არ ცდილობენ. თავის უარისყოფა, თავის გაჭირვება მათ არ იამებათ და აწუხებს. მოკლედ ვთქვათ, ხშირად სასოება მათი არის მიწიერი და ბიწიერიცა და არა ჭეშმარიტი ქრისტიანული. ბოლოს სახელით მხოლოდ ქრისტიანეთა სიყვარული უდიდესი ორთა, წინად ხსენებულთა სათნოებათა, არა აქვთ ჭეშმარიტი. რომ კითხოს მათ ვინმე, გიყვარს ღმერთი, იტყვიან გვიყვარსო. გარნა არაძლევენ თავის თავს ანგარიშს. რაში მდგომარეობს ღვთის სიყვარული და როგორ უნდა გამოაჩნდეს კაცს იგი. თავიანთი თავი და სოფლიური კმაყოფილება უფრო უყვართ მათ, ვიდრე ღმერთი. მოყვასთაგან მათ უყვართ, ანუ მხოლოდ ნათესავნი და ისიც არა ყოველდღე, ანუ ისეთნი, რომელთაგან მოელიან რაისამე სარგებლობას. თავის გამომეტება, საკუთარი კმაყოფილების შეწირვა მოყვასის ბედნიერებისათვის მათ ეზარებათ. სულის ცხონება, მომავალი საუკუნო ცხოვრება კი სურთ. გარნა სულიერი მოღვაწეობა და ყოველი რაიცა საჭირო არის სულის ცხონებისათვის არ ასრულებენ. ახლა იმაზე ვთქვათ, ვირ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანი და რა თვისება აქვთ მათ. თქმაც არ უნდა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ და კიდეც აქვთ ჭეშმარიტი ცხოველი სარწმუნოება, ჭეშმარიტი გულის მანუგეშებელი და გამამხნევებელი სასოება და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. დიდი, ბეჯითი და თავდადებული. გარდა ამისა, მათ აქვს სხვა სამი სათნოება. პირველად დიდი სიმდაბლე. იგინი გრძნობენ მათ იციან, რომ თავისთავად არარაი არიან. თუ რაიმე აქვთ, ყოველივე ღვთისაგან აქვთ. მარადი შემოსრულითა გულითა და დამდაბლებულითა სულითა დაეცემიან ღვთის წინაშე და გამოითხოვენ მისგან შენდობასა. ემორჩილებიან წმინდა ეკლესიის კანონთა და გულმოდგინედ ისმენენ თავიანთ მოძღვრის დარიგებას. მეორე, ნამდვილთა ყოველთა ქრისტიანეთა ახსოვთ დიდი და საღმრთო წოდება თავიანთი. ყოველთვის შიშით და მოწიწებით ფიქრობენ, რომ იგინი ღმერთმა იშვილა და ახსოვთ, რომ იგინი უნდა იყვნენ ტაძარი სულიწმინდისა და ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ გაამართლონ ღვთის წყალობა და ღონისძიება. მესამე, იგინი არიან მარადის გამზადებული ყოვლის კეთილი საქმისათვის. ყოველთვის ცდილობენ წინ წავიდნენ კეთილსა ქრისტიანულსა ცხოვრებასაში. მოამზადონ თავიანთი სული მომავლის ნეტარებისათვის. ყოველთა მათთა საქმეთა, დიდთა და მცირეთა, სულიერთა და ხორციელთა, განსხვავებული წმინდა მიმართულება აქვთ. სული მათი აქვსებულია ღვთიურითა მშვიდობით, გული ადუღებული საღმრთოითა სჯულით. ერთი სიტყვით, იგინი არიან ღვთის მონამი, ღვთის კაცნი და არა ცოდვისა. ერთხელ ძმანო ქრისტიანენო, დიდმა მეფემ და გმირმა ალექსანდრე მაკედონელმა ერთ დიდ ბრძოლას აშინა, შენიშნა, რომ ერთი მისი მხედარი შეშინდა, უკან დაიწია. რა გქვია შენ სახელიო? კითხა მას ალექსანდრე მაკედონელმა. როდესაც ბრძოლა დამთავრდა, ჩემი სახელი ალექსანდრე არისო, უპასუხა მან. აღარ გაბედო ამ იერიდან ამ სახელის წოდებაო. შენ შეარწყვინე ეს ჩემი სახელიო. ყოველი ქრისტიანის ცხოვრება ძმანო ქრისტიანენო, ამ ქვეყანაში იგივე ბრძოლა არის სოდვასთან, ეშმაკთან და სოფელთან. თუ ამ ბრძოლაში შეშინდი, უკან დაიწიე, ოდესმე შენც მაცხოვარი გეტყვის. არ გიცნობ, შენ ჩემი სახელი შეარწყვინე. არ იყავი ქრისტიანი. რა შიში, სირცხვილი და ძრწოლა ეწევა ქრისტიანეს, თუ გაიგონა მაშინ. წარვედი ჩემგან წყეულნო სატანჯველს ამას საუკუნეს. ესე განაშოროს ღმერთმა ჩვენგან და ყოველი ღირს ვყოს სანატრელს ამას ხმასა. მოვედით ჩემთან, ურთხევნო მამისა ჩემისანო. ამინ. ღმერთმა გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვით მართლა მოგვასმენინოს ბოლო სამჟავროზე ეს სიტყვები ჩვენი მაცხოვრის. თუმცა კითხულობთ რა ეხლა ამ სიტყვას გაბრიელ ეპისკოპოსის, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ნუ შეეცდებით, რომ თქვენი თავი იყოთ იმ ქრისტიანთა შორის, რომელთაც საქმითაც და სიტყვითაც ქრისტიანები ეწოდება. არამედ პირიქით,
გულწრფელად დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე, დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაზე და გულწრფელად უპასუხოთ თავს ვართ თუ არა ასეთი, თუ პირიქით. ვემსგავსებით იმ ქრისტიანებს, რომელთა სარწმუნოებაც მკვდარია. ნახეთ როგორ თქვა გაბრიელ ეპისკოპოსმა, ჭეშმარიტი ქრისტიანე მცირე და დიდ საქმესაც ღვთისმსათნოთ ასრულებს. არ არსებობს საქმე, სადაც ქრისტიანისთვის ქრისტე არ არის მთავარი. თუ ადამიანისთვის მის ცხოვრებაში რაიმე ესეთი არსებობს, რაც ქრისტეს გარეშეა, ის ქრისტიანი არ არის. არადა სამწუხაროდ თუ დავფიქრდები თანამედროვე ქრისტიანობა სწორედ ესეთი. ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხეთ, არ ვიცი როგორ, მაგრამ მოვახერხეთ. ადამიანმა ეს შეძლო, რომ სარწმუნოება ჩაკეტა სხვაგან და თავისი ცხოვრება ცალკე მიმდინარეობს. ადამიანმა მოახერხა, რომ პირის განმავლობაში ქრისტიანი იყოს მხოლოდ კვირადღეს და დანარჩენი 6 დღე იყოს ის, რაც მას უნდა რომ იყოს. კვირაში მხოლოდ 1 დღე ან უკეთეს შემთხვევაში წელიწადის იმ დროებში, როდესაც მარხვა არის, ადამიანი ცდილობს რომ იყოს ქრისტიანი, მაგრამ დანარჩენ პერიოდში ის ასრულებს საკუთარ ნებას. ასეთი ქრისტიანობა არ არის. აი გაბრიელ ეპისკოპოსმა კარგად ნახეთ რა კარგად შენიშნა. ეს არის სცენი საერთოდ ჩვენი ბოლო საუკუნეების, ხო, მე-20 და 21 საუკუნის და არა მარტო. ხო, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად შეუყვარდათ სწავლება იმის შესახებ, რომ ღმერთი არის მოწყალე და რომ ცოდვებს პატიობს. და როგორ კარგად შენიშნავს ნახევრად ხუმრობით გაბრიელ ეპისკოპოსი, რომ ამათ გონიათო რომ ღმერთო მეტი საქმე არ აქვს რა, ამათ ცოდვები აპატიოს. ნახეთ როგორ ამბობს. ყურს ხვდება ეს გამოთქმა წმინდა მღვდელმთავრის, მაგრამ ჩვენ და სასიკეთოდ ხვდება ყურს. ჩვენ მართლა ესე ვცხოვრობთ, რომ კაცი რო შემოქმედას იფიქრებს, რომ ამათ არ ადარდებთ ეს ცხოვრება, იმიტომ რომ ღმერთი მოწყალია. არადა ესე არ არის. ჩვენ გვავიწყდება რომ ღმერთი სამართლიანია. და რას გვეუბნება გაბრიელ ეპისკოპოსი, რომ თქვენო გავიწყდებათო რომ ღმერთი თქვენგანო მოითხოვს რაღაცას. მოითხოვს წმინდა ცხოვრებას. სათნოების ცხოვრებას, მოითხოვს სარწმუნოებას. მოითხოვს იმას, რომ მასზე გქონდეს მთელი ჩვენი იმედი დამყარებული, სასოები. და მოითხოვს სიყვარულს. აი ამ რამეს მოითხოვს და გაბრიელ ეპისკოპოსი ხაზგასმით ამბობს, რომ ამ სამი სათნოების გარეშე არ არსებობს ქრისტიანი. და მერე აყალიბებს და გვეუბნება თუ რა არის ცრუ ქრისტიანის დამახასიათებელი თვისებები. სარწმუნოებაში, სასოებაში, ანუ იმედის დამყარებაზე, ღმერთში და სიყვარულში. გულწრფელად განვიხილოთ ჩვენი თავი და მივხვდებით, რომ სამივე მათგანში იმ ადამიანების რიგში ვდგევართ, რომლებიც მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანი. და თუ ესე აღმოვაჩენთ ამას, თუნდაც ერთ-ერთ მათგანში, შეიძლება სამივეში არა, ხო? მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული მაპატიეთ, რომ თუ ადამიანი გულწრფელად თანამედროვე ქრისტიანი თავს განიხილავს, მიხვდება, რომ სამივე მათგანში ესეთი. და თუ მაშინ გამოვა, რომ ჩვენი სარწმუნოება მკვდარია, და სარწმუნოებას ადამიანის ცხონება არ შეუძლია. არადა ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სარწმუნოება უნდა იყოს ცოცხალი. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის, მე ვფიქრობ, ცხოვრებისეული მიზანი უნდა იყოს, რომ ამ სამ სათნოებაში გამხიზდეს. და ამ სამ სათნოებაში იყოს ისეთი, როგორცაც ამას ჩვენი უფალი იესო ქრისტე ითხოვს. და ჩვენი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს ეს. და ეს იოლი არ გეგონოთ სამწუხაროდ დღეს ადამიანს გონია, რომ ეს არის ყველაზე იოლი საქმე. დედამიწაზე. ეს არის ურთულესი რაღაცა, იმიტომ რომ ადამიანს უწევს
იმის კეთება, რაც მას არ უყვარს. ადამიანს არ უყვარს საკუთარ თავთან ბრძოლა. ადამიანს უყვარს საკუთარ თავს განუსვენოს. ყველაფერში. ფიქრითაც არ უნდა შეწუხდეს ადამიანი. ესეთები ვართ სამწუხაროდ. ყველაფერში გვინდა კომფორტი, ყველაფერში გვინდა სიმშვიდე, წყნარად ყოფნა ჩვენთვის და არ უნდა შევწუხდეთ. ერთმანეთის ჭამა კი ბატონო, ეს გვიყვარს, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა რამდენიც გინდა, მაგრამ საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანს არ უყვარს. არადა თუ გინდა ადამიანს რომ მიაღწიო ამ სამ სათნოებაში სულ მცირე წარმატებას, მაინც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს უნდა გამოუცხადო ბრძოლა. ნახეთ როგორ ამბობს მერე რომ გარდა ამ სამი სათნოებისა ჭეშმარიტ ქრისტიანებს კიდევ სხვა სათნოება აქვსო და პირველ რიგში ახსენებს სიმდაბლეს. რა იციანო მათო, მათ იციანო რომ თავისთავად ისინი არარანი არიან. ნახეთ რატოა დიდებული გაბრიელ ეპისკოპოსი? იმიტომ რომ მას ეს სიღრმე ქრისტიანული მსოფლმხედველობისა მთლიანად თავის გულში ჰქონდა გატარებული. იმიტომ ესე საოცრად როგორ ილაპარაკა და ბოლოში რას ამბობს? ხაზგასმას აკეთებს რომ თქვენ არ გეგონოთ რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს თავიანთ თავი რამე გგონიათ. მათაც ისე უღირსები გგონიათ თავი როგორებიც სამწუხაროდ ის ადამიანები არიან ვინც მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები. რატომ? იმიტომ რომ მათ იციან რომ თავისთავად ისინი არაფერი არიან. პავლე მოციქულის სიტყვები სულ თავში უნდა უტრიალებდეს ქრისტიანს რომ რა გაქვს რაც არ მიგიღია. ნახეთ პავლე მოციქული ფიქრობდა იმას რომ მას არაფერი ჰქონდა რაც ღვთისგან არ ისე თავისთავად არაფერი ჰქონდა. პავლე მოციქული ფიქრობს ამას. ამას იმეორებს გაბრიელ ეპისკოპოსი ჭეშმარიტ ქრისტიანებს. ამბობს რომ ისინი ფიქრობენ რომ მათ არაფერი აქვთ. თავისთავად ისინი არაფერი არ არიან. ყველაფერი რაც გააჩნიათ ღვთისგან აქვთ მიღებული. აქედან გამომდინარე არ შევცდებით ალბათ თუ ვიტყვით რომ მათ უფრო ცოდვილები ჰგონიათ საკუთარი თავი ვიდრე მათ ვისაც მხოლოდ სახელით ქვიათ ქრისტიანი. აი მხოლოდ სახელით ქრისტიანს თავი რაღაცა ჰგონია. მხოლოდ სახელით ქრისტიანი ძალიან ხშირად ახსენებს საკუთარ კეთილ საქმეებს, ძალიან ხშირად. ახსოვს წვრილ-წვრილად თუ ვისმე რამე სადმე დაეხმარა. წვრილ-წვრილად აქვს დამახსოვრებული ყველაფერი, თუ სადმე სიკეთე გააკეთა, სიტყვით თუ სადმე. ყველაფერი თუ დაწვრილებით ახსოვს, რატომ იცით? იმიტომ რომ ამით ამაყობს. იმიტომ რომ ფიქრობს რომ ეს თავისია. გონია რომ მას რაღაცა ქონება აქვს დაგროვილი, სათნოებითი ქონება ღვთის წინაშე, რომლითაც საკუთარ თავს მერე ღვთის წინაშე გაიმართლებს. აი აქ ცდება ესეთი ადამიანი. სინამდვილეში ჭეშმარიტება ის არის რომ ადამიანს თავისი არაფერი არ აქვს. და თუ ოდესმე რაიმე სიკეთე ვინმეს გაგიკეთებიათ ან გაგვიკეთებია უფრო სწორედ რომ თქვა, იცოდეთ რომ ეს ღვთისგანია. უბრალოდ იმ წუთას თქვენ გამოგიყენოთ. და არასდროს არ უნდა გავამბოთ. იმიტომ რომ ამაყი ადამიანი ვერასდროს ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. გამორიცხულია. ძალიან ბევრ ჩვენთაგანს გვინდა ესეთი რამე მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამას. თავაწეული სამოთხეში შესვლა. თავაწეული ადამიანი სამოთხეში ვერ შევა. თავაწეული ადამიანი სამოთხიდან გამოვარდა. თავი როაწია ადამიანმა და გაამაყდა, გამოვარდა სამოთხიდან. თავი როაწია და გაამაყდა სატანამ, იმიტოა განგდებული. იმიტოა იმ უბედურებაში, რა უბედურებაშიც ის არის. იმიტომ რომ სინათლის ანგელოზიდან დღეს ბნელის და ქვესკნელის ანგელოზად იქცა, იმიტომ რომ თავი აწია. და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაცნაირად პარადოქსულია ადამიანის გონება, ყველაფრის შერიგება შეუძლია თავის თავში. ყველაფრის. დღეს ჩვენ გონია რომ აი ხა ჩვენ ავწევთ თავს და ისე შევალთ სამოთხეში. ამორიცხულია ესეთი. ადამიანმა თუ თავი არ დახარა და არ გაიაზრა
რა არის ის და რომ მხოლოდ და მხოლოდ მტვერიდან აცარია ისე სასწაულში ვერ შეიძლება. ხო რომ დავფიქრდეთ სინამდვილეში არაფერი არ არის, არაფრისგან შექმნა. არაფერი ხო ისევ არაფერია. თუ მას რაღაცამ არ მისცა რაღაცის ზად. ისე ხო არაფერია. აბა წარმოიდგინეთ. ესეთი არაფრიდან ვარ ჩვენ შექმნილი, არარაობიდან. ეს სამყარო არის არარაობიდან შექმნილი. თუ არა ღვთის სიყვარული ეს ყველაფერი არ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, თითოეულმა ჩვენთაგანმა კარგად კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ. საერთოდ რა გვინდა ამ ცხოვრების? საერთოდ რატო ვდგევართ აქ? თუ მხოლოდ მართლა იმიტომ ვდგევართ, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსმა შენიშნა, რომ ღმერთი მანამდე გვიყვარდეს, მანამდე ვენდობოდეთ, სანამ ის ჩვენს სურვილებს ასრულებს, ასე ხო მოუტყუდებით. ასე ხო ამოიქნება ჩვენი აქ დგომა. ეს ხო აი ტრაგედია. მე ბავშვებს ვეუბნები ხოლმე ხშირად, აი ცოტა მოზდილებს, რომ ასეთი მაგალითი მომყავს, რომ აი სკოლაში კლასელი ოროსანი ხო ყოლია. ხო, იძახის. ხო, კაი ბავშვი იყო, კი, კაი ბიჭი იყო, ან კაი გოგო იყო. მერე კითხავ ხოლმე, აი ეს 11 წელი ახლა მან რო შენს გვერდზე იყო, ხო, ქონა მას საშუალება, რომ შენსავით ესწავლა, შენსავით წინ წასულიყო ცხოვრებაში, ხო, ის 11 წელი გამოეყენებინა რაღაცისთვის. 12-ია წელი. კი. მერე რო ეკითხები ბავშვს, აი ახლა როგორ ფიქრობ, ეს ტრაგედია რაც მას დაემართა, რომ მან აი ეს 11 წელი წყალში გადაყარა. რა თქმა უნდა, ყველა გოგონიერი ბავშვი უნდა რომ ტრაგედია. რისთვის, ხო? 11 წელი, აი ხაზგასმის უკეთებ ხოლმე ბავშვი, 11 წელი. რაში გაატარა? რაში გადაყარა? მთელი ცხოვრება ეხლა აი ამის შედეგი უნდა იწვნიოს ამ ბავშვს. მთელი ცხოვრება. და ბავშვები დაიძაფრებიან ხოლმე, რომ ვაშე მართლა. მართლა რომ აი იმას ხო ვეღარ დააბრუნებს ვერასდროს. ვერასდროს ვეღარ დააბრუნებს. და მთელი ცხოვრებაში უნდა იტანჯოს ეხლა ამ თავისი შეცდომის გამო. ეხლა დავფიქრდეთ ჩვენ თავზე, რომ წარმოიდგინეთ, გავა წლები, 10 წლეულები შეიძლება. ხო? უამრავი მუხლდრეკა, უამრავი საათი ფეხზე ნადგომი, უამრავი ლოცვა მოსმენილი. და რო აღმოჩნდეს ბოლოს, რომ იმიტომ რომ ჩვენ აქ უყურადღებოთ ვიდექით, იმიტომ რომ ლოცვას ყურადღებით არ უსმენდით, იმიტომ რომ სახარებას ყურადღებით არ უსმენდით, იმიტომ რომ რჩევადარიგებას არ ვითვალისწინებდით. და იმიტომ რომ მე იმ პატარა ბავშვით გვერდჩივნა, გვერდზე გასვლა, მეგობრებთან თამაში, გართობა, ხო? ჩვენ შემთხვევაში რა, დროს ტარება, სიმდიდრე, ქონება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი რო აღმოაჩინოს ადამიანმა ღმერთმა დაგვიფაროს, რო ტყილა იყო. და რომ მიხვდეს, რომ აი რა მდგომარეობაში ჩავარდება ესეთი ადამიანი მithra. არა და თავს მოვიტყუებთ 99% შემთხვევაში ესე ვდგევართ ხო. ხანდახან ადამიანი დაფიქრდები წირე ლოცვა ჩაატარე და მოტრიალდები უკანა ფიქრობ, რომ რა ნეტა რა ლოცვა წავიკითხეთ. აბა ან ცისკრის კანონში რა იყო? ან 60 ქულო საერთოდ გამოგჩა ადამიანს. ან უარესი სახარება რა წაიკითხა, მღვდელმა არ იცი. ან რა წაიკითხე, თლათ უარესი მღვდელმა არ იცი რა წაიკითხე. მაშინ როდესაც წარმოიდგინეთ მკვირის სახარებას ერთხელ კითხულობდა, მერე კიდე ცისკრის სახარებას კიდე ორჯერ გახსენებს მის შინაარს ეკლესია ლოცვის განმავლობაში ცისკრის დროს. და გაგიკვირდებათ, შეიძლება არც გაგიკვირდეთ, 90%-ს რო ვკითხო, აზრიდან გასულ ცისკრის სახარება ხო არ ახსოვს და არ ახსოვს. მისი შინაარსიც კი არ ახსოვს. მაშინ როდესაც კიდე ერთხელ წაიკითხა, ორჯერ გაგვახსენა. ეკლესიამ კიდე მისი მთავარი აზრი. აი ეს ხო კატასტროფაა, დაფიქრდით. მაგრამ სამწუხაროდ უმრავლესობა ჩვენთაგან ესე ვიქცევით, არა და წლები მიდის. წლები მიდის მიფრინავს. ამ წლებს უკან ვერ დავაბრუნებთ, აი ეს არის უბედურება. წასული დრო უკან არ მოდის. ამიტომაც არის, რომ
ყველა მამა გვაფრთხილებს ხოლმე, რომ დროს გაუფრთხილეთ. ნუ გავატარებთ გონებას მიღმა და ამიჯერეთ, ესე არ არის ჩვენ გონია, რომ მხოლოდ კვირას მივარ მე ეკლესიაში თვეში ერთხელ აღსარებას ვიტყვი, ვეზიარები და ღმერთი მოწყალეა შემეწყალებს. გაბრიელ ეპისკოპოსმა გითხრა, რომ დღეს ესე არ არის, თავს მოიტყუებთ. ვიტყვა, რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს ეგნატე ბრანჩანინოვის ჩემი ყველაზე საყვარელი სიტყვით დავასრულებ, ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხონებას. ესე გვაფრთხილებს წმინდა მღვდელმთავარი. ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხოვრებას. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ეს სიტყვები წმინდა მღვდელმთავრის ყოველთვის გონებაში გქონდეს და რაც თავარია საქმითაც ესე მოიქცეთ, რომ არ ვეთამაშოთ საკუთარ ცხონებას, იმიტომ რომ განაჩენი ღვთისა, ბოლოში რაც თქვა წმინდა მღვდელმთავარმა გაბრიელმა, თუ ეს კაცმა მოისმინა, რომ წარვედით ჩემგან წეულ საუკუნე ცეცხლში, ეს განაჩენი აღარ იცვლება. ამიტომაც შიშობს ეგნატე ბრანჩანინოვი და გვეუბნება, რომ ნუ თამაშობთ, არა გაქვთ თამაშის დრო. ამიტომ გვაფრთხილებს. ღმერთმა დავასრულოთ ისევ გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებით, მოგმადლოს იმ სიტყვების მოსმენა, რომელსაც მოისმენენ მარჯვენით დადგენილები, მოვედით ჩემთა კურთხეულო მამისა ჩემისა. ღმერთმა დაგლოცო და